გამარჯობა მეგობრებო. რამდენად მნიშვნელოვანია საკვებურების შერჩევა თევზაობის დროს. საინტერესოა რომელ საკვებურებს ვიყენებთ, მე განახებთ ჩემ აღჭურვილობას ამ შემთხვევაში, ძირითადად რასაც ვიყენებ და რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ თქვენი ვერსიები შემდგომ გაგვიზიაროთ. ძირითადად რასაც ვიყენებ თევზაობის დროს, ეს არის ეგრეთ წოდებული კეიჭები. ამ ეტაპზე მაქვს გურუს ვერსია 40 გრამიანი, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ კარგია დისტანციისთვის. პრესტონი ესეც 40 გრამიანი, შედარებით ზომით პატარა არის, ანუ გაკვების მიწოდება თქვენ რა რაოდენობით გსურთ, შედარებით პატარა ვერსია კიდევ ეს არის 20 გრამიანი და 45 გრამიანი დახურული ვერსია. ანუ ეს განსხვავდება იმით, როცა გვინდა რომ საკვებურაში საკვები დარჩეს, ესე ვთქვათ და ფსკერამდე ჩაიტანოს. რაც შეეხება უშუალოდ დაკვების სტარტს. ამისთვის შესაძლებელია გამოიყენო პრესტონის ესეთი ჭიქა, რომელიც არის 20 გრამიანი, მაგრამ საკვებით სავსე საკმაოდ დიდი იქნება წესით. გურუს ჭიქა 30 გრამიანი, ყოველდღიური გამოყენებ, ძირითადად ყოველთვის ამას ვიყენებ. ეს არის ახალი, ეს არის ტრაბუკო, გავს უბრალოდ უფრო ხისტი მასალა არის, აი რაღაცნაირი ძალიან მყარი პლასმასი არის, თითქოს რკინანარევი. ეს სერბული ჭიქა, რომელთაც ცოტა დასუკები შეიძლება გაატარონ და დაახლოებით ბულეტივით მიდის და წერტილში, ესე ვთქვათ, კარგად რომ მოარგო მაგისთვის არის ძალიან კარგი, მაგრამ მინუსი აქვს ის, რომ წყლიდან ამოდის ძალიან მძიმედ. ძალიან მძიმეა და ამას რა ვიცი, სარკალას მიგნება კალია ეგრეთ წოდებული საოცრად მუშაობს, თითქმის ყველანაირ ჭერაზე სიონის დამბაზეც კი ძალიან მაგრად გამოვიყენე. შემდეგი გვაქვს ეგრეთ წოდებული ვარდნის საკვებურები, რომელიც წყალში დაახლოებით ესე ეშვება ამ შემთხვევაში და აფრქვევს, ესე ვთქვათ, დასაკვებს. დახურული ვერსია შედარებით ნაკლები დასაკვები რო გამოვიდეს აქედან. ეს არის მატრიქსი, ეგრეთ წოდებული ფრთიანი, ძალიან კარგი არის. წყალშიც რაღაც ესე ნარნარით ეშვება და ძალიან კარგი არის მოკლედ ანუ სროლისთვისაც, წყალში ჩასვლისთვისაც. ძალიან კარგია, უბრალოდ ოდნავ ქარიან ამ მინდშიც კი წერტილში მოხვედრა, ნუ მე პირადად ძალიან მიჭირს. პრესტონის 15 გრამიანი, შარსან სიონში ძალიან მაგრად ვამუშავეთ, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქად ჩადიოდა წყალში და ამ შემთხვევაში, როცა ძალიან მსუბუქად ჩადის წყალში და რაღაც მომენტში ნელ-ნელა ჩადის, ანუ შამაიას რჩება, ესე ვთქვათ, დიდი დრო, რომ რაც შეიძლება სწრაფად აიღოს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა პირიქით გინდა რომ სწრაფად ჩავიდეს, ესე ვთქვათ, საკვებურა, რომ სატყუარა სწრაფად ჩაიტანოს და ანიმაცია უფრო მეტი ქონდეს და აქედან გამომდინარე, არის შემთხვევები, რომ ამ დროს უფრო იღებს. ძირითადი არსენალი ეს არის უკვე ბულეტები. სხვადასხვა სახეობა დავიწყოთ. ვეგასი არის. ამას ძირითადად არ ვიყენებ ხოლმე, თუ რას დიდი ოდენობით დასაკვები არ მინდა, უბრალოდ წერტილში გასვლა ამით, რა ვიცი, ჩემთვის პირადად ძალიან ძნელია. ეს მატრიქსის მეგობრებო მაჩუქა და ძალიან კარგად მიდის წერტილში და შორ დისტანციაზეც უბრალოდ წყლიდან ამოსვლა აქვს, ანუ ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ ამოდის. დანარჩენი ყველაფერი არის ზარკალას ბულეტები, რომლებიც არის ალბათ თანამედროვე ფიდერის კლასიკა. იქიდან გამომდინარე, რომ აი, რა ვიცი, სასწაულად ხომ ეთყობა კიდევაც ზედ, რომ ძირითადად ამებს ხმარო ფანი. ესენიც შედარებით დიდი ვერსიები არის, ანუ იმაზეა დამოკიდებული დასაკვების მიწოდება თქვენ როგორ გსურთ, რანაირად გსურთ, არის 35-25 გრამიანი და ასე შემდეგ. ძალიან მაგრად მუშაობს, ანუ ჩვეულებრივი საოცრება არის, ვფიქრობ რა. რა ვიცი, ძალიან მაგარი რაღაცაა, მოკლედ. ესეც სერბული ბულეტი, ძალიან გამომდგარი, ძალიან მაგარი და ძალიან ბევრი აქებს, უბრალოდ მე რატომღაც ვერ მოვირკე, ანუ სროლისას მგონია, რომ რაღაცა აეროდინამიკა ჰაერში როცა არის, ცოტა ცუდი აქვს და რაღაცნაირად მიფრინავს. და ჩემი ფავორიტები ბულეტებში ეს არის ეს რგვალთავიანი, ესე ვთქვათ, ბურთულიანი ბულეტები, რომლებიც არის საოცრება შარშან. რა ვიცი, ამდენი ტური იყო ტრაბუკო პლუს ეროვნულზე 2 დღიანები 4 ტური, ტრაბუკოზეც ესე და რა ვიცი, აი, ალბათ 90%-ში ტურნირების ვითევზავე ამ საკვებურებით, ანუ უბრალოდ საოცრება არის რა, არ ვიცი, რაღაცა ყველანაირად ძალიან მაგარი არის ჩემთვის და